მეგობრებო, აბა როგორ ხართ? დაშვებით შემოკარგებო. წეგანი ვიყავი მაღაზიაში, ამოვიტანე 4 დიდი პარიკი. რაღაცა ინფორმაციაში შევალაგე. მოდით ნელ-ნელა გაჩვენებ თუ რა ვიყიდებ. დღეს 100 ლარად. აი ესეთი სპრედი კარაქი, ჩვეულებრივი სანტესი. აქციაში იყო ზღაპარში და იქ შევიძინე. ფირდა 2.80. შემდეგ ვიყიდე რზე ესეთი ორნამენტში. კეჩუპი ესეთი შაშლიჩნი. ეს ლიბრეში ვიყიდე. ლიბრეში კიდე ვიყიდე ბავშვებისთვის კვირის პასტა. ეს მხოლოდ კამილასთვის, რადგან მილენა უკვე ჩვეულებრივ დიდებისთვის პასტას იყენებს. ეს არის პირადად კამილასთვის. ეს სოფელში წასაღებად. რაღაცებს უკვე ერთად ვაგროვებ წასაღებად. ესეთი ძალიან ჩვეულებრივი შამპუნი ვიყიდე, აქციაში იყო ორნაბიჯში. სიონსე ესე წერია. რაღაცა 3.70 ღირდა მე მგონი თუ ვწდები. შემდეგ ვიყიდე ესეთი 6 ცალის საპონი. 1 ცალი ღირდა 90 თეთრი მე მგონი 89 თუ რაღაცა ეგრე. ორნაბიჯში, ხოთა შორის საკმაოდ დიდი საპონი არის, 125 გრამია. და ვიყიდე ერთი მთლიანი შეკვრა და კიდე 2 ცალი. კიდე ვიყიდე მაიონეზი. სლობოდა ესეც აქციაში იყო. ხოთა შორის ბევრი რაღაცა შემდგა აქციაში. კაი აქციები იყო დღეს და ამოვიტანე რაღაცები. კეჩუპი და მაიონეზი ორივე ერთად მჭირდება პიცისთვის, რომელსაც გავაკეთებ შაბათს, რადგან კამილას დაბადების დღე აქვს და ბავშვმა მთხოვა გამომიცხეო. ჯერჯერობით ერთი ცალი ტუალეტის ხავანდი ამოვიტანე, ასფურცევა, მაგრამ მე რო ჩავავნარე კიდე ამოვიტანე. იმიტომ ერთი ცალი მაინც ეთქვეყოფა. მაწონი მოვიტანე, ჩემ დედამთილს უყვარს ხანდახან მაწონს ჭამს ხოლმე შაქრით. ამოვიტანე მისთვის პირადად. კიდე რა მოვიტანე. ეს ორნაბიჯის პარკები ისე იოლად იხევა, რომ რა ვიცი ეს რა არის. აი, ნაბიჯის იყო. მოვიტანე შაქარი ძალიან სწრაფად ვითავდება ხოლმე. სხვადასხვა მაღაზიებში ვიყავი და ეს სანტეს კარაქი ვიყიდე ზღაპარში, თუ თქვი აღარ მახსოვს. აქციაში იყო და ზღაპარში ვიყიდე. იქ მოიკითხეთ თუ გნებავთ რომ შეიძინოთ. რაღაც ამინდიმი ფუჭდება არა და მილენას ვაპირებდი მე თიერიში დავეულოდო. ნარავი. так. ეს შაქარი. შემდეგ რა მაქვს კიდე. აი ეს ჩუდო შოკოლადის იოგურტი ვიყიდე და მეგონა რომ აქციაში იყო, აქეთა თაროზე ორნაბიჯში იდო და აქცია ეწერა 5.90 და რო გამიტარა 7 და რაღაცა 30 თუ რაღაცა ეგრე გამოვიდა, მოკლედ აქციაში არისო.
მაგრამ არა უშავს, მაინც წამოიღე, რადგან ჩემ ბავშვებს ძალიან უყვართ და თითო-თითოს ყიდვას მაინც ცოტა არის ხოლმეში და ჯობია ისევ ამ ხელაკეთი ავიღე. კიდე მოვიტანე დიდებისთვის კოლგეიტი ეს ორნაბიჯი იყო. 3 და არ მახსოვს რა მივდა. რამდენი გრამია? 100 მილilitrია. შიკ. მაგრამ ამის პროცესი ზუსტად არ მახსოვს. ვალიკოს ნაგეტსები, ეს ნაგეტსები ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია, ბავშვებს უყვართ ძალიან და სავარაუდოდ ყოველ გაუმზადებ. ძალიან უყვართ ჩემებს. ეს შევინახოთ, რომ ნაგავიც დამიკროვდა, ბარემერე რო გავა ნაგავსაც გავიყოლე. სამნაირი პური, წითელი რიგის პური რო აწერია, ვიღა ესეთი დაჭრილი ტოსტებისთვის. ტოსტებიც მშვენივრად ჩადის ეს პური და კიდე ესეთი კირპიჩი პური ვიღე, ესეც ძალიან გემრიელია და მოხდა ძალიან. ესეც შევინახო. შოკოლადებით ნამსხვრები თუ რაც ხია. შოკობაის ვარიანტი რო არის. ორცახს ახლა გავიყოლე ბავშვებს ვაჭმევ გზაში რა ვითომ მომები. და დანარჩენებს ესეთი პეჩენიების ჩასალაგებელი გვაქვს და იმაში ჩავალაგებ. ძალიან მომწონს. თითქოს ბერგამოტის გემოწავს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მომწონს ძალიან ამისი გემო. აი, აქედანაც კი აქვს სუნი. 25 სალიდში. მე მგონი, როგორც ყველგან არის. სკოლისთვის ხვალდაზე კვირა დამთავრდება და მე მგონი მეტი აღარც ვატარებ უკვე სკოლაში, იმიტომ რომ აღარც დადიან უკვე ბავშვები და რაღაცა უკვე დარებას ხან 11-12 ესე დადიან და
მე ვფიქრობ, რომ არანაირი აზრი არ აქვს, მით უმეტესად, რომ წიგნებიც დამთავრეს უკვე, რაღა უნდა ისწავლონ ისიც არ ვიცი. რაღაცა დამატებით რაღაცებს კი აძლევენ ხოლმე, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს უკვე ისე არის, ლიშბი არ უნდა ლიშბი რაღაცა მისცეს. ეგრე არიან უკვე. აუ, სხვადასხვა რექსონა ვიყიდე იმაში, რა ქვია, ზღაპარში, 6 და რაღაცა, ну თითქმის 7 ლარი, მაგრამ ისე სხვა დღეებში ხო 11 ლარი იღებს ხოლმე ზოგადად ყველგან. და აი ეს პირადად, აი ეს არომატი, აი ეს ვარდისფერი და თეთრი ყვავილი რო არის. სასწაული ძალიან გემრიელი სუნი აქვს თითქოს და რაღაცა ძალიან გემრიელი სუნა მოგასხიაო. მაგარია ძალიან. სოფელში წასაღებად იქ რო რაღაცა ახლა კუნონცნეკები უნდა ხოლმე, რაღაცა ტკბილები უნდა ხოლმე, ვიყიდე ესეთი პროფოს. რა ქვია მას მარილიანი ტრეკერები. ერთი პიცის გემოთი და მეორე უბრალოდ მარილი. ასე აწერია. 2.50 ლიტრის და ესეც აქციაში იყო. ოშე თქვა ხანდახან რაღაცები მიცე. იქ 5 ცალი კარათი გავყინე და კიდე 3 ცალი უნდა დავდო აი აქ დავლა. მაგასაც გავყინა უბრალოდ არ ვიცი. ერთხელ არ გავყინე ეს კარათები, ბევრი ვიყიდე რომ აქცია იყო და მე ისეთი ცუდი გემო ჰქონდა, ალბათ გაფუჭდა, გამჟავდა თუ რა დავარქვა, არ ვიცი, მოკლედ ცუდი გემო ჰქონდა ძალიან და მე ვფიქრობ მაინც ჯობია გავყინო და მე გაყინვის შემდეგ გადმოვიღო, რადგან იქ მაინც შეინარჩუნებს თავის ტემპერატურაზე ყველაფერს ნორმალურად. კიდე ესეთი თურქული ყავა, ისტანბული აწერია. აქციაში იყო ესეც 4 და 90 მგონი. ორნამენტი ჩავყავ თავის ადგილას და ყველაფერს რომ თავის ადგილებში დავალაგებ, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია. აი ეს ჩავყავ, იმედია ჩამეტევა. აქედან წამოვიდა სუნი. მანამდე წავეიღარა და აქედან წამოვიდა. აბა ნახოთ აქედან როგორი სუნი აქვს. ძაფი ყავა არ არის. აი ხო თქვი. არ არის ძალიან შებრაწული ყავა ზუსტად. ბავშვებთან უნდა წავიდე, სადღაც 1 საათში უნდა ვიყო, ცოტა კიდე დრო მაქვს. მაინც შევხედავ ხოლმე საათს და მაინც ჯგუფში ჩავიხედები ხოლმე, გუშინ ესე იგი არ წამიკითხია ამდროულად. რომ გაკვეთილები ცოტა ადრე მთავრდებათ, ერთი გაკვეთილი უხსდებოდათ და წავიკითხე ისე რომ აი 5 წუთში რომ უნდა გამოვიდნენ ეგრე. 2 წუთში ზუსტად ყველასთან ვიყავი. მეთქი ბავშვს შეეშინდეს გარეთ არ გახდეს რაღაცა. ზუსტად 2 წუთში ვიყავი გარეთ. და მივედი და უკვე მე თვითონაც მითხრა რომ რატო ჩქარობდიო დედაო, მე ხო ვიციო რომ მაინც არ დამტოვებდიო. ბავშვი მაწმარებდა. ნაისაც სწავლი ბავშვი რა არ ვიცი. მილენასაც ხო ისმის ბევრი რაღაცები კი არა და უკვე დიდი გოგოა და რა თქმა უნდა ისმის, მაგრამ კამილა არის ისეთი, აი ყველაფერში რო გაგიგებს და ასად არაფერში რო პრეტენზიას არ გამოთქვამს და აი აქეთ რო დაგაწყნარებს კიდე და აქეთ რო განუგეშებს. მე ესეთი ბავშვი არ მინახია ოღონდ მართლა. აი არ ვიცი. ვიძახი ხოლმე აი რითი დავიმსახურე რომ ესეთი ყველაფრით თავიდანვე უპრობლემო, უწყინარი, რა ვიცი. ცხოვრებაში არ უტირია, ცხოვრებაში ღამე არ გაუთევია.
მუცლის პრობლემები მაგას არ ქონდა, კბილის პრობლემები მაგას არ ქონდა. სიცხეები, გამონაყარი, არაფერი, ერთადერთი ცოტა სუსტი წერტილი აქვს. ყელი და ახველებს ხოლმე თუ ყველა დაეწყო, ახველებს მერე ძალიან. სხვა დანარჩენი არც სწავლაში პრობლემა არ აქვს. არც ყოფაქცევაში და ნუ მოკლედ მე არ ვიცი. აი მე არ ვიცი, ოღონდ მართლა. სულ სხვანაირები არიან. იმას კლასიკურად უყვარს ჩაცმა, მილენას უფრო თანამედროვედ უყვარს ჩაცმა. კამილა უფრო დამჯერია, მილენაც მიჯერებს, მაგრამ იმას უნდა თქმა ბევრჯერ, რომ რაღაცა გააკეთოს. მაგრამ მადლობა ღმერთს, ორივე ძალიან კარგად სწავლობენ და მაგ კუთხით ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ძალიან კარგად სწავლობენ და არ მიწევს მაგაზე ნერვიულობა, რომ აი რაღაცას ვერ ისწავლიან, არ ისწავლიან, არ მოინდომებენ, თუ რაღაცას ვერ ასწრებს, მილენა პირადად დილით დგება და დილით მეცადინებს. თავისი დგება, მაგუძარავს საყენებს და თავისი დგება. ერთ-ორჯერ ყოფილა რომ მე ახალი ამდგარი ვიყავი და ის თურმე უკვე დიდი ხნის ამდგარი, უკვე ისწავლა გაკვეთილი და მეუბნება ჩხარა დედა უკვე 1:30 მოგვიძავსო და შიაო და დროზე გამიკეთე საჭმელი მეუბნება. აი ესეთი ამბები. ახლა მოვიტან მე ჩემს წამლების ჩასადებს და რაღაცებს ჩავალაგებ, რომ ესენიც ბარემ კბილის პასტაც და აი რა კიდე რა კბილის პასტა და ჩემი კალორი რაღაცებიც ვიყიდე. რექსონაც და აუ ეს რექსონო დიდი ხანი არ გამისინჯავს. რატომაც არ ხდებოდა მაღაზიაში და მე ზუსტად საჩემოსუნი აქვს, აი ესეთი თან ყვავილი ცურებია, თან რაღაცა ესეთი ასვიჟალიში. ერთი წუთი ახლა რომ მოვა. და ჩემი ძახის პრავიზონკა. ჩემი პრავიზონკა სადაც ყველაფერს ვალაგებ ისეც რას. დამჭირდება დაუშვათ მე იქ სოფელში რექსონა, კბილის პასტა. კალორი ჰიგიენა. და კიდე რა. ჩემი საჯერა ჩავდე. ბავშვებმა არ დამიბუტონ და არ დამიტაცონ. და ჩაისაც აქ ჩავდეთ. ჯერჯერობით. так. დანარჩენი ყველაფერი მაიონეზი და კეჩუპი მაცივაში წავიდა. ელოდებათ ამის დროს. წავადე კიდევ იგი მე ტუალეტის ქაღალდებს. იდოს სახში. ამას ეხლა წავუღებ ბავშვებს, ჩანთაში ჩავიდებ, გასმისას არ დამავიწყდეს. და ნაგავსაც გადავყრი ბარემ. ბარემ აქ არის და ნაგავსაც გადავყრი. ესეთი ამბები. ესეთი გაგვირა სურათებსაც გადავიღებ. მილენასთან ერთად უკვე გადავიღებ. ეხლა კამილასთან ერთად გადავიღებ სალბომო სურათს. და პრინციპში ალბათ всё მერე. და რაღაცა გამოსაშვები გაქვს ღია გაკვეთილი სავით, რაღაცა პატარა გამოცდასავით რაღაცა. რაც მთელი წლის განმავლობაში რაც ისწავლეს, უნდა ეხლა მასწავლებელმა თქვა, რომ ბარემო იყოსო და ამეცადინოთო ბავშვებიო. და მოკლედ ამეცადინებთ. და მე უკვე წავალ სოფელში, უკვე პრინციპში აქ არაფერი საქმე აღარ აქვს ისე დიდად. ნახევარი ბავშვები სადაც უკვე აღარ დადიან. და ეს
პატარაა, მაგრამ არ აუშავს. ეხლა უკვე უნდა გავიქცე სკოლაში, ბევრი ლაიქები და კომენტარები, მიყვარხართ, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ეს იყო ჩემი საყიდლები 100 ლარის ფარგლებში. მიყვარხართ დროებით და წარმატებები ყველას. კარგად.